მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას გეომეტრიის მეორე თავიდან. ნუ დავიწყებ მე A კატეგორიის ამოცანებით, მაგრამ ზოგიერთი იმდენად მარტივია, გამოვტოვებთ. უბრალოდ ასეთ თემებზე მუშაობის დროს, როცა ჯერ საწყის თავებზე ვართ, რა უნდა გააკონტროლოთ თავი. მაქსიმალურად დააკვირდით ამოცანები ავტორს რა თეორიული მასალის მიხედვით აქვს დაგეგმილი. იმიტომ რომ ახლა ნაკლებად მოიძებნება სამწუხაროდ ასეთი მოსწავლეებიც არიან დაამთავრებელ კლასებში, რომ შეიძლება არ იცოდნენ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი 180 გრადუსი რომ არის და როცა ის იცი, მოდის კონკრეტული ამოცანა, სადაც შეგიძლია გამოიყენო აღნიშნული თვისება და პრობლემა მარტივად დააძლიო, ვერ უკლავდებით თუნებას და იყენებ ამ მასალას. არადა სინამდვილეში ჯერჯერობით ჩვენ წესით, აი მეორე თავზე თქვათ, მეორე თავიდან გამომდინარე, არა გვაქვს უფლება ცოტა მკაცრად ნათქვამია, მაგრამ სხვა რესურსები უნდა გამოვიყენოთ და თავი ავარიდოთ აღნიშნული ფაქტის მოხმობას. ეს თქვენ გაგაძლიერებთ კონკრეტული სხვადასხვა მიმართულებით ხედვაში, გარკვეული სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, უფრო ღრმა კომპლექსური ცოდნაც გექნებათ და ინსტრუმენტარიაც პრობლემების გადასაწყვეტად რა. ამიტომ დაუკვირდით სანამ თავს დაიწყებთ, რა მასალას იყენებს ავტორი. აი მაგალითად ახლა მეორე თავი არის ზოგადად კუთხის იდეაზე, კუთხე რა არის, რომ კუთხის აქსიომიდან გამომდინარე, ის არის არა, ასე იგი დადებითი, ანუ არც ნული არ შეიძლება, არც უარყოფითი და 180-ზე ნაკლებიან ტოლი ზომის ფიგურა. ანუ აქ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ წესით ვერ უნდა ვისაუბროთ 216 გრადუსიან კუთხეზე პირობითად 360 გრადუსიან კუთხეზე არა და ვიცი ტრიგონომეტრიიდან და შემდეგ ბრტყელი კუთხის ცნება შემოდის ხო და ასე შემდეგ კუთხეები შეიძლება განვიხილოთ ჩვენ 360-ის 180-ის და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ აქ ახლა უნდა გვახსოვდეს, რომ აქ შემოვიფარგლებით მხოლოდ მოსაზღვრე ვერტიკალური და აი პარალელურობის ნიშნიდან გამომდინარე ჯვარედინი ცალმხრივდებარე შესაბამისი კუთხეების იდეით. პრინციპში მეტი არც არაფერი არ უნდა დავჭირდეს აქ გამოსაყენებლად რა. არავით არის სამკუთხედი და რაღაც მომიჯნავე თემები სხვა. მაქსიმალურად თამაზე დავგეგმოთ და ვისაუბროთ ხო კუთხის სახეები კიდევ რა არის მახვილი, ბლაგვი, მართი კუთხე და შეიძლება ბისექტრისის იდეაც იყოს გამოყენებული. კარგი, ვეცდები მე სწორედ ამ გეგმას ვიყვე და მხოლოდ ამ ინფორმაციით დავძლიო ამოცანები. პირველი ამოცანა საკმაოდ საინტერესო საკითხია. ახლა აქ კონკრეტულად ორი სერჩი რაც არის რთულად არ არის წარმოდგენილი. ანუ საათის, ისრებიანი საათის წუთებისა და საათის ისრებს შორის კუთხე. აი როცა გვეუბნებიან ჩვენ მექანიკური საათის ისრებს შორის კუთხე იგულისხმება წუთებისა და საათის ისრებს შორის კუთხე. ნუ რომ ახლა ციფრულად დავხატოთ საათის, ნუ პირობითად რამდენიმე შტრიხი მოვნიშნოთ. ეს არის 12-ის შესაბამისი, ეს 6-ის, ეს 9-ის, ეს 3-ის. მოდი აქ 1 და 2-იც მოვნიშნოთ. და კონკრეტულ საათს გვეტყვიან, ახლა აქ მარტივი დროებია მოცემული 15:00 და უნდა გავსაზღვროთ, როდესაც საათი უჩვენებს ამ დროს, რამდენი გრადუსია მაშინ საათის ისრებს შორის. ფორმულაც არის ამის თაობაზე. მოდი ვნახოთ, შესაძლოა ვისაუბროთ მე ზოგადად ამ ფორმულას თავს ვარიდებ, არაფერი განსაკუთრებული სირთულე არ არის. უბრალოდ გამოცდილებით უფრო იდეა აღმახსოვდებათ, უფრო ამოხსნის სხვა ლოგიკური რაღაც ჯაჭვ მოქმედებების ბავშვებს, ვიდრე კონკრეტული ფორმულა, მაგრამ თუ არ ვცდები, B კატეგორიის ამოცანები სწორედ მაგით იწყება და ვისაუბროთ, მოვფინოთ ნათელი მაგ დეტალსაც. მანამდე კი
გავიხსენოთ ელემენტარული საბაზო მომენტები საათთან დაკავშირებით და გრადუსებთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ აღნიშნული ამოცანის დაგეგმვაში და პრინციპში შეიძლება ზეპირათაც კიდე გამახსოვდეთ ისეთი მარტივი დეტალებია. ჯერ მოდი წუთების ისარზე რომ ვისაუბროთ ახლა ჩვენ, აი დიდისარზე, რას აკეთებს ის გარკვეულ დროში. მისთვის 1 საათი არის სრული ციფერბლატის შემოვლა და წუთების ის არის 1 საათში 360 გრადუსს შემოწევს, ხო? მაგრამ წესით ამაზე კითხვა არ უნდა იყოს, თუ როგორც გითხარით, ჯერ ჩვენ 360 გრადუს კუთხეებზე საუბარი არ აქვს. ახლა ანუ სრული კუთხე, მაგრამ პრინციპში თავს ვერ ავარიდებთ ახლა ამაზე საუბრით, იმიტომ რომ იგივე წუთების ის არის 1 წუთში რაც გადის, ეს რომ ვთქვათ, ფაქტობრივად მე მთელი ციფერბლატი უნდა დავყო 60 ნაწილად, ხო? იმიტომ რომ 60 წუთია 1 საათში, წუთების ისრისთვის მთელი გზა 1 საათია და ამ 360 გრადუსს 60-ზე თუ გავყოთ, გამოდის რომ 6 გრადუსი არის 1 წუთის შესაბამისი გზა. რა ხდება ახლა საათების ისრისთვის? ანდა ზოგადად ნებისმიერი ისრისთვის, რომელიც გადის გზას მეზობელ საათებს შორის, ანუ ორ მეზობელ რიცხვს შორის. რა გზა არის? რა თქმა უნდა, ეს სულ ჯამში გამოდის 12 ინტერვალი, ხო? მთელ ციფერბლატს თუ დავყავთ და შესაბამისად 30 გრადუსიანი რკალი იქნება ეს, ხო? სამწუხაროდ გვიწევს ახლა ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც ჯერ ნაადრევია. პრინციპში ავტორი ჩვენ აქ არ გთხოვს კონკრეტულად რამდენი გრადუსია. გაარკვიეთ რომელია მახვილი, რომელია ბლაგვი, რომელია მართიო. ერთი წუთით მოდი ვნახავ მე B კატეგორიის ამოცანას თუ არ ვცდები, ეს არის 22 და ზედმეტ ინფორმაცია თუ არ დავტვირთოთ ახლა. არა, პირდაპირ ითხოვე შემდეგ იპოვეთ მექანიკური საათის ისრებს შორის კუთხე, აი აქ, ანუ ფაქტობრივად ეს ასახსნელი გვაქვს, იმიტომ რომ ავტორი თუ აქაც გაარკვიეთ მათგან რომელია მახვილი, რომელია მართი, რომელია ბლაგვი, რომელია გაშლილი კუთხე. აი, მოდი რადგან დავიწყე საუბარი, ახლა მე ამას მივიყვარ, მოდი გიხდით, რითაც დავიწყე საუბარი, ფაქტობრივად იმის წინააღმდეგ წავედი ახლა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ რიგარეში მომენტებზე არ ვისაუბროთ. და თავში რაც არ გათვალისწინებულ, მხოლოდ იმ დეტალებზე და შეიძლება ამ ცოდნის გარეშე გაგვიჭირდეს ზუსტად შევაფასოთ მართი, ბლაგვი თუ გაშლილი კუთხეა და კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული საათის ჩვენების დროს ეს გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს. ამიტომ ალბათ ცუდი არ იქნება თუ ამ თემებზე ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩვენ სრული კუთხე, რკალი და ეს ატრიბუტიკა, რაზეც აქ გვიწევს საუბარი, მეორე თავისთვის ნაადრევია. კარგი, იმედია გაიგებთ ახლა ესე ფრული სირთულე არ იქნება და გავაგრძელებ საუბარს. რა ხდება ახლა საათის ისრისთვის, ხო? საათების ისარი. საათების ისარი 1 საათში, ანუ გადის 30 გრადუსს. იმიტომ რომ მეზობელი დანაყოფიდან, ანუ 12-დან ერთამდე მივა, ხო, 1 საათში 1-დან 2-მდე მივა და ეს არის 30 გრადუსი. ახლა რომ დავაკვირდეთ საათის ისრის გადაადგილებას წუთების ისრის შესაბამისად. ანუ რას გეუბნებით, იცით? აი მაგალითად, წუთების ისარმა თუ გაიარა 53 წუთი. ზუსტი დროიდან, ზუსტი საათიდან წუთების ის არის ყოველთვის 12-დან იწყებს, ხო, მოძრაობას და აი დაიწყებდა ასე 12-დან. აი, რეალურად აქ ცოტა და მოვიდოდა ნებისმიერ სხვა დრო რომელიმე დრო აი ვთქვათ 53 წუთი შემოწერა. მოდი დავაკვირდეთ როგორ იქცევა საათების ისა, აი რას აკეთებს, რა გზას გადის. აქ დაგეხმარებათ მეგობრებო პროპორციია.
პროპორციის წარმოქმნა, ხო? იმიტომ რომ გადაადგილება პრინციპში როგორც წუთების, ისე საათის ისრისთვის არის თანაბარი. ანუ ერთნაირ ყოველ დროით ინტერვალში ერთნაირ გზას გაივლის, ხო? ერთნაირ კუთხეს შემოწერს და ანუ გამოდის რომ და როდესაც წუთების ის არის 1 საათში გადის მთელ 360 გრადუსს, მაშინ საათების ის არის 1 საათში გადის 30 გრადუსს, არა? 30 გრადუსს. ანუ ფაქტობრივად მათ შორის არის ასეთი შესაბამისობა. 1 360 გრადუსი შეესაბამება მეორის 30 გრადუსს. და დააკვირდით ახლა მოდი ცოტა ასე ვთქვათ. ესე იგი გამოდის რომ საათების ისარზე რომ დავწეროთ, რომ გავლილიც ის პროპორცია, ხო? საათების ის არის, ასე. და დავწეროთ. 60 წუთში გადის 30 გრადუსს და შენ როცა გაინტერესებს, აი 53 წუთში, ან კონკრეტულად რაღაცა ტედროში რა გზა გაიარა, ყოველთვის რა ტედროა? ეს არის წუთების ისრის სulis დრო, აი თუ დრო გვიჩვენებს 15-ს და მაგალითად 27-ს, ანუ წუთების ისარმა 3 საათიდან კიდე 27 წუთის შესაბამისი გზა გაიარა, ხო? და საათების ის არის ამ დროის განმავლობაში რას იზამდა? თავისთავად ცხადია პროპორცია უნდა გააკეთვა. საათების ის არის 60 წუთში თუ გადის 30 გრადუსს, 27 წუთში რას იზამდა? ანუ თუ სიტყვაზე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს დასათვლელი, აი საათი გვიჩვენებს m საათსა და n წუთს. n წუთის განმავლობაში საათების ის არის რა გზას გაივლიდა? გაივლიდა მეგობრებო, აი ასეთ პროპორციის შესაბამის გზას, ხო? ამ გრადუსს შემოწერდა. თუ კარგად დააკვირდებით ახლა, ჯვარედიდან გადაამრავლებთ 60 ჯერ კითხვის ნიშანი უდრის n-ჯერ 30-ს და აქედან კითხვის ნიშანი უდრის n-ჯერ 30 60 წუთი გრადუსი არ უნდა წერა აქ. ასე 30 შეფარდებული 3-სთან. ანუ 1/2 გრადუსს. 1/2 n გრადუსს გაივლის საათების ის არის. ანუ რა დენი წუთიც იქნება გასული იმის ნახევარი გრადუსი შემოუწერია. ასე იგი 27 წუთში საათების ის არის გაივლიდა 13.5 გრადუსს. სადაც 53 წუთში გაივლიდა 21.5 გრადუსს და ასე შემდეგ. კარგი. ახლა დავაკვირდეთ ასეთ რაღაცას. მოდი, მაშინ პრინციპში ახლა ფორმულა ვთქვით და რამდენიმე კონკრეტული უпроსტად ჩვენ ის ინგრედიენტები შევაგროვეთ, რომელიც საკმარისი იქნება ფორმულის ამოსაყრელებლად, დასაწერად და მანამდე დავაკვირდეთ სიტუაცია რამდენიმე კონკრეტული ნიმუში განხილოთ ახლა ჩვენ დავალების. იგივე 15 და 00 საათი. სად არის? ჯერბოდი თვალით გავაკეთოთ ახლა ფორმულის გარეშე, სად არის წუთების ის არის და სად არის საათების ის არის. ახლა აგერ არის წუთების ის არის, აგერ იქნება საათების ის არის, ხო? ანუ 12-თან ყოველ საათზე, ზუსტ საათზე წუთების ის არის 12-თან. და ყოველთვის საათების ის არის შესაბამისად ეს 3 საათია. რას იზამთ ახლა? შეგიძლიათ გამოიყენოთ კუთხის შესახებ აქსიომა. კუთხე რისი ტოლია? შემადგენელი კუთხეების ჯამის. და ჰიპოთეტურად რომ წარმოიდგინოთ ასე რომ დააყოთ აღნიშნული კუთხე, თავისთავად კუთხე იქნებოდა ეს ნაწილი და არა ეს ანუ კუთხის ზომა. კუთხე არის ყველა ვარიანტში სხივების
წერტილების ერთობლიობა, ხო, ანუ სხივებია. შენ გინდა კუთხეს აქედან შეხედე, გინდა აქედან შეხედე, ამ წერტილების ერთობლიობა, მაგრამ აი, როცა ჩვენ კუთხის ზომაზე ვსაუბრობთ, კუთხის ზომა ყოველთვის იქნება მცირე მხრიდან, სადაც ანუ რომელ მხარეს შეიძლება შენ გაავლოს სხივი კუთხის გვერდებს შორის. აი ნახეთ, კუთხის გვერდებს შორის სხივი გავლებულად ითვლება, აი აქ, მოდი ვარდისფერს ავიღებ, აი აქ. და არა აქ. აი წითელი რომ გავავლე, წითელი არ ითვლება ამ მწვანე კუთხის გვერდებს შორის გავლებლად. რატო? იმიტომ რომ კუთხის გვერდებს შორის მაშინ ითვლება სხივი გავლებლად, თუ ის კვეთს კუთხის გვერდების შემაერთებელ ნებისმიერ მონაკვეთს. არ აქვს მნიშვნელობა. ანუ გამოდის, რომ მე რომ შევაერთო კუთხის გვერდების ნებისმიერი ორი წერტილი, ასე, ერთი გვერდიდან და მეორე გვერდიდან, ამ გვერდს, რომელიც სხივიც გადაკვეთს, ის ითვლება კუთხის გვერდებს შორის გავლებლად. და შესაბამისად, რისი ტოლი გამოვიდოდა, აი ეს კუთხე. A 30 გრადუსის, A 30 გრადუსის და A 30 გრადუსის ჯამის ტოლი. აქ ყველა არის მრგვალი საათი. ძალიან მარტივია ახლა ამაზე პასუხის გაცემა. შეაერთებდით წუთების ისარს 12-თან, საათების ისარს შესაბამის დროსთან, რომელი მხრიდანაც უფრო პატარა კუთხე 180-ზე დაკლებიან ტოლი მიიღებოდა, იქედან შეუდგებოდით დათვლას კუთხების და შესაბამის პასუხს გაცემით. მაგრამ მოდი ჩვენ ახლა შედარებით რთული საკითხი გადავწყვიტოთ. ცოტა გავუსვოთ მოვლენებს წინ და აი რაც არის მოცემული თქვენთან ახლა B კატეგორიის ამოცანებში, მოდი ის გავარჩიოთ. სიტყვაზე თქვა 15 და მოდი ჯერ აი ასე თქვა 5 ჯერადი დროები ავიღოთ რა. ნუ იყოს 40, თქვა ასე 15 საათი და 40 წუთი. მოდი სად იქნება ახლა? დაახლოებით, ზუსტად რა თქვა უნდა ვერ ვიტყვით, მაგრამ დაახლოებით შეგვიძლია ვთქვა, სად იქნება ისრები. 3 საათიდან 4 საათამდეა, ხო, დრო, ანუ 4-ის უკლია 20, ესე 13 და 15 და 40 არის იგივე, ასე ვთქვათ, 3 და 40 და სად უნდა იყოს ახლა საათების ისარი? საათების ისარი, რა თქვა უნდა იქნება 3-სა და 4 შორის. აქ იქნებოდა სადაც. სად არის ახლა წუთების ისარი? წუთების ისარი 20 უკლია, ხო? აშკარად 8-სთან არის. ძალიან კარგი. ეს ბოლომდე მივიტანოთ ასე. აქაც როგორ ვიქცევით? აქაც თვალითაც თუ მარტივი შესამჩნევია და თუ თვალით არ არის ახლა იმდენად ახლოსა, ან მე შეიძლება შევცდი დაგეგმვაში, აიღე, დათვალე, თუ აღმოჩნდება სიტყვაზე ვთქვათ 210 გრადუსი, ესე იგი ეს მეორე კუთხე უნდა დაგითვალა და უბრალოდ 360 გამოაკელი. მაინც წინსწრებად გვიწევს ახლა რაღაც თემის გამოყენება ამ საკითხზე რომ ვისაუბროთ აქ, მაგრამ მე სხვა თავებში აღარ საუბრობს ავტორი ამ საკითხზე და გვილიოთ, მოდი ეგ საინტერესო ამოცანა, გამოსთაზეც იყო მოსული ასე საათის ისრებს შორის კუთხე. პოპულარული ამოცანა იყო, როცა უნარების გამოცდა იყო, კრებულში იყო, გამოსევზეც მოდიოდა და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ წმინდა პრაქტიკული საგამოსო თვალსაზრისით კიდევ დაგჭირდეთ. ამიტომ მოდი, მაგრამ განვიხილოთ. ასე თვალით რას ვიზამით? მოვიქცეოდით ზუსტად იგივენაირად, როგორც წმინდა ამოცანის შემთხვევაში, დავყოთ ეს, ასე დავყოთ ზუსტ დროებთან. დროებად, აი ასე იქნებოდა, ხო? ნუ წუთების, საათების ისარით შეგვიძლია სწავლდით, თქვათ, აი რომ დაგვეგებილებინა ეს საათების ისარი, მოკლე ის არის, აქამდე რა იქნებოდა. ახლა რომ დავაკვირდეთ, ეს არის 30 გრადუსი, ხო? ესეც არის 30 გრადუსი. ესეც არის 30 გრადუსი. ესეც არის 30 გრადუსი. და ახლა ერთი რჩება პრობლემა, აი ეს რა კუთხე იქნება. მაგრამ დააკვირდით ლოგიკას რა კუთხეა. ეს არის საათის ისრის მიმდინარე მდებარეობიდან ასე 4 საათამდე გასავლელი გზა, ხო?
ანუ რისი შესატყვისია. მე შემიძლია დავთვალოთ, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავთვალოთ საათის ისრის ესე შემოწერილი რკალი წუთების ისრის სვლიდან გამომდინარე, ხო? ანუ რა დროც გავიდა, მე შემიძლია ვთქვა, წუთების ისარმა რა გზაც გაიარა, ამ შემთხვევაში 40 წუთი აქვს გავლილი, შემიძლია ვთქვა, საათების ის არის იმ დროის განმავლობაში რამდენ გრადუსს შემოწმენდა. მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ იმის თქმაც ხო შეგვიძლია, აი რა დარჩა საათების ისარს გასავლელი ზუსტ საათამდე 20 წუთი დარჩა, ხო? 40 გავლილი აქვს და ზუსტად 4 საათი რომ შესრულდეს 20 წუთი აქვს გასავლელი. ესე იგი, ზუსტ საათამდე საათების ისარს პროპორციულად დარჩებოდა და ზუსტად იმდენივე გზა, ანუ იმის შესაბამისი გზა გასავლელი, რასაც გადის ხოლმე ის, ანუ თუ 60 წუთში გადის 30 გრადუსს, 20 წუთში რა გზა იქნებოდა გასავლელი? აი ზუსტად ის გრადუსი იქნებოდა დარჩენილი საათების ისრის მიმდებარე პოზიციიდან 4-მდე სანამ მოვიდოდა. იმიტომ რომ ეს არის 20 წუთის შესატყვისი გზა და ჩვენ წუთების შესაბამისად საათების ისარი როგორ მოძრაობს რა პროპორციით ვითვლით და აი პროპორციით არ ვითვლით? თუ ძალიან მარტივ ლოგიკა ხო, იმიტომ 60 წუთში თუ გადის 30 გრადუსს, ანუ ფაქტობრივად 20 წუთში რას გაივლიდა, შემიძლია თქვა. და რას გაივლიდა? გაივლიდა პროპორციას თუ დაწერთ 10 გრადუსს. ანუ ეგ არის 10 გრადუსი. ესე იგი რა გამოვიდა? 30, 30, 30, 30, 10, ანუ ეს არის ჯამში 130 გრადუსი. მოდით ახლა მე ამას გავაკეთებ ფორმულით. რა? მოჯერ და ვეცები არ წამშვა ეს იყოს ასე ჩავდეს და მე გადავავოცოთ ახლა დავაკონტროლოთ როგორ გამოდის იგივე ამოცანა ფორმულის მოდი ასე გავაკეთოთ ჩვენ თუ გვეყოფ ადგილი, აბა აი აქვე რომ დავადიოთ ახლა ფორმა რომ ვაჩვენოთ. მოდი აი ლოგიკა რომ ვაჩვენოთ პირველ რიგში რა. როგორ უნდა დავთვალოთ. პრინციპში დააკვირდით, ჩვენ გვინდა ყოველთვის ის რკალი დავახასიათოთ, გავზომოთ, რაც იქნება მოქცეული წუთები და საათების ისრებს შორის, ხო? და აი პირობითად ახლა თქვათ, წუთების ისარი არის აქ, არ აქვს მნიშვნელობა სად არის, ახლა რიცხვებს არ ვაწყებ. და საათების ისარი არის თქვათ აქ. ну სადღაც არ აქვს მნიშვნელობა. და ფაქტობრივად მე მინდა გავზომო აი ეს, ხო? როგორ მოხდება ამის გაზომა? ну წარმოიდგინეთ ახლა ორი მორბენალი რომ დარბოდეს წრეზე და შენ გინდა მათ პოზიციებს შორის მანძილის გაზომა. რას გავაკეთებდი? ერთის გავლილ გზას გამოვაკლებ, აი დაშორება თუ გინდა განსაზღვრო, ყოველთვის სხვაობის თემაა, ხო? ხო, თუ ერთი მიმართულებით მოძრაობენ, ახლა თუ სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ, კი ბატონო, მაშინ შეიკრიბება, მაგრამ საათის და წუთების ის არის, ხო, ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობენ, ასე ვთქვათ, საათის ისრის მიმართულებით, ხო? ორივე ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობს და გაიხსენეთ ახლა აი მორბელების ან ერთმანეთზე გამოდევნებული სატრანსპორტო საშუალებების მომენტი ორივე მიდის ერთ მხარეს, ერთიც მეორეც, მაშინ მათ შორის მანძილი როგორ დაითვლება? ერთის გავლილ გზას გამოკლებული მეორეს გავლილი გზა, ხო? ასეთი მარტივი იდეა. აქაც ხო არ დავერგოთ ახლა მაგ მომენტი და რო დავთვალოთ ჩვენ საათის ისრებს შორის, ოღონდ მანძილი ამ შემთხვევაში ჩვენთვის გრადუსებში არის გადათარგმნილი, ხო? აი რამდენი გრადუსია? ერთის დავაწეროთ ასე ვთქვათ. ერთის გრადუსი უნდა გამოვაკლოთ მეორეს შემოწერილი გრადუსი, ხო? ну რაც აქვს მეორეს გავლილი. ну საინტერესო ახლა კიდევ რამე ატრიბუტი ხო არ ჭირდება, მაგრამ ჩვენ მოდი ამ გზას დავადგეთ. ხო, პრინციპში ბარემ თქვათ.
რა ხდება? როგორი მომენტია. თუ დააკვირდებით ახლა პოზიციებს, ხო? ზოგჯერ შეიძლება საათის ის არის უსწრებს, ამ შემთხვევაში ახლა საათის ის არის უსწრებს, ამ ლოგიკით, ხო? სადაც. მაგრამ ხო შეიძლებოდა ჩვენ ახლა აი ასეთი სიტუაცია აღვიღო, კიდევ ავიღებთ და ციფერბლადს, ასე ავიღოთ და აქ უკვე ისე იყოს მოცემული, რომ აი თქვათ წუთების ის არის აქეთ და საათების ის არის აქეთ. ანუ 10 წლის წერტილად ალბათ ხვდებით, რომ 12 ითვლება, ასე, აქაც 12 ითვლება და ესა სტარტი, საიდანაც საწყისი წერტილი ორივე გამოიქცა და ნუ კონკრეტულ მომენტში ვაჩერებ ორივე, რაღაც დრო გავიდა და გავაჩერე ორივე რა. და ამ დროის ესე ამ დროში რაც გაიარეს მათმა, აი ამას უნდა გამოვაკლო ერთმანეთი, ხო? და ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს მეგობრებო, ისეთი სიტუაცია, როცა საათების ის არის აქ უფრო მეტი გავლილი ციფერბლადზე, ან შეიძლება წუთების ის აქვს უფრო მეტი გავლილი, გარბედილი, ხო? აი და ფაქტობრივად თქვენ სხვაობას რომ განიხილავთ, თქვენ სხვადასხვა სიტუაცია ახალ ერთი იქნება, მეტი ხარ მეორე, რომ დაახასიათოთ ეს სხვაობა, გაიხსენეთ როგორ იქცევით მსგავს სიტუაციებში მოდულში არ სვავთ. ანუ, როდესაც ორი წერტილი გაქვს მოცემული რიცხვი დღეებზე, აი მაგალითად წერტილი x1 კოორდინატით და b წერტილი x2 კოორდინატით და არიცი რომელს უფრო მეტი კოორდინატი აქვს, ანუ რომელი უფრო მარჯვნივაა. AB მონაკვეთის სიგრძეს როგორ ვითვლით? ყველს ალგებრაში გავლილი გვაქვს, ხო? ანუ ვაკლებთ ერთ-ერთს მეორეს, ну წესით დიდი კოორდინატს რომელიც უფრო მარჯვნივაა, იმას უნდა გამოვაკლო მეორე კოორდინატი, მაგრამ თუ არიცი აქ რომელი უფრო მარჯვნივაა, აკლებთ და მოდულში ხო სვა? აქაც ასე მოიქცევით ოქროები. ყველა ვარიანტში დათვალეთ წუთების მიერ გავლილი გზა გრადუსებში, რამდენი ახლა კალი გაიარა, შემოწერა საათების ისრიც, გამოაკელით ერთს მეორე და დაწერეთ მოდული. მაგრამ აქაც არ მთავრდება საქმე. შეიძლება, მაგრამ მოდი ჯერ ეს გავაკეთოთ, დავწეროთ. აი კონკრეტულ ამ სიტუაციაში, რაც ახლა გავაკეთეთ, ფორმულის სახე მივცეთ, სხვა სიტუაციაში და მე კიდე ერთი შესწორება შეიძლება დაჭირდეს. ანუ გეგმა რა არის? მე უნდა დავთვალო რა დროც არ უნდა იყოს მოცემული. ნუ m საათი და n წუთია სიტყვაზე ვთქვათ, ხო? საათის ისრის შემოწერილი რკალი რამდენი გრადუსია? წუთების ისრის შემოწერილი რკალი. ამ რკალებს უნდა გამოვაკლო ერთმანეთი მეგობრებო და შესაბამისად უნდა ჩავშვა მოდულში. აბა მოდი. ერთი ნახაზი წავშალოთ ახლა აქ და წესი ლოგიკა საგები უნდა იყოს. ნუ ვეთქვით ასეთ არ მივიდა გულთან ეს ფორმულა და ყოველ ჯერ ახლა არ ვაკეთებ ფორმულით. აი მე ასე ვაკეთებ პროპორციებით და თვალით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში, რასაც ახლა გიტყვით, მარტივად შეძლებ თვითონ ადგილზე ამოხსნათ და დაასაბუთოთ ბოლო-ბოლო ფორმულა საჭიროების შემთხვევაში. ნუ კარგი იყოს 12. მოდი ახლა პირობითად რამდენიმე დანაყოფი ავიღოთ აქ, რომ საორიენტაციოდ აღქმის პროცესი არ გაგვიჭირდეს. და ვთქვათ, საათი გვიჩვენებს m საათსა და n წუთს, ხო? ეგეც დავწეროთ ახლა, მეგობრებო, m საათი და n წუთი. ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდით ახლა. საათი თუ ახლა იქნა მოცემული, ანუ ასე 15, 18 ან 24 საათიანი სისტემით ის დავიყვანოთ ჯერ 12-მდე. ანუ ისე მოვიქცეთ, რომ m ნაკლები იყოს 12-ზე რა. ანუ იგივე 12 საათი და 30 წუთი იყოს 0 და 30. მაგალითად იგივე 15 და 40 იყოს 3 და 40. ან ასე დავწესოთ. ეს მომენტი, ეს თამაშის წესი შემოვდავთ და ნუ ენი რა თქმა უნდა იქნება ნულიდან
59-ის ჩათვლით, ხო? პრინციპში 10 წილადებიც რომ იყოს 59 მთელი რაღაც ისედაც გავაკეთებით, ხო? და პრინციპში ასეთ შეგვიძლია გავაკეთოთ 60-ზე ნაკლები. ახლა დავაკვირდით წუთების მოძრაობის იდეა ძალიან მარტივი. ძალიან მარტივი. რამდენი წუთიც არის გასული, იმდენჯერ 6 გრადუსს გადის წუთების ისარი. ანუ წუთების ისარი გადის 6n გრადუსს. ძალიან მარტივი, ახლა დააკვირდით, ხო, რა შეიძლება იყოს სხვა, გაიარა n წუთი. ესე იგი, ეგ არის, ეს გზა არის n წუთის შესაბამისი გზა, ხო? ასე 12-დან აქამდე. ანუ თითო წუთი თუ 6 გრადუსის ფასია, ასეთი ფასი აქვს, მაშინ n წუთი იქნებოდა 6-ჯერ n გრადუსი. კარგი, ამაზე არ გვინდა მეტი საუბარი, წუთების ისარი მარტივი შესაფასებელია. აი, საათების ისარს დავუკვირდეთ ახლა რას იზამთრა. საათების ისრის მომენტი იყოს ეს მწვანე დავტოვოთ და პირობითაც ადამი აი აქ აგერ არის თქვათ. რას აკეთებს? ანუ ზუსტ დროს არ მიჩვენებს, რას აკეთებს, ნახეთ. ის გადის ზუსტ საათებსაც და რამდენ საათს, აი რამდენიც არის აქ მოცემული, ხო? ანუ m საათის შესატყვისი გზა უეჭველი გავლილი აქვს და კიდევ რამდენიმე წუთი. თითეული საათი რად ფასობს, ამდენ გრადუსად ფასობს საათების ისრისთვის, ხო? საათების ის არის m-ის შესაბამისად ის 30 გრადუსს, ანუ რამდენი m საათიც გაიარა, იმდენჯერ 30 გაიარა, 30 m და კიდევ რა? კიდევ მას აქვს გავლილი არა სრული საათი, ანუ წუთების წუთებმა რაც გაიარა, ხო გაიარა რაღაცა n წუთი მის პროპორციულად გავლილი გზა. ანუ ერთი m საათის შესაბამისი გავლილი გზა და მერე წუთები n წუთს რომ გადის, კიდევ ამ გზასაც ხო გადის. და ჩვენ პროპორციით ხო ვაჩვენეთ ეს როგორ დაითვლებოდა. ანუ ეს არის ეს გზა, ეს გზა. ახლა ამ შემთხვევაში რაც გაიარა n წუთში საათების ისარმა და ჩვენ ნახეთ პროპორციით ვაჩვენეთ, დავწერდით პროპორციას 60 გრადუსს გადის, 60 წუთში გადის საათების ისარი 30 გრადუსს n წუთში რას გაივლიდა და პროპორციით ეს 30 n შეფარდებული 60-თან 1/2 n გამოდის, ანუ პლუს 1/2 n გრადუსი. აი ეგ არის. ანუ ჩვენ ნებისმიერი საათისთვის, დროის მჩვენებლისთვის გვაქვს უკვე დათვლილი რას გადის საათების ისარი, რა გზას გადის და რა გზას გადის წუთების ისარი და ვერ აგირჩიეთ. თავისთავად ალბათ ერთმანეთი უნდა გამოვაკლოთ, ანუ 6m-ს უნდა გამოსულ ერთია ამ ქვედას, ამ ზედას უნდა გამოვაკლოთ აი ეს ჯავი. ოღონდ უნდა ჩავსვათ მოდულში. აი ესე ჩვენი ფორმულა. მეგობრებო, საათების და წუთების ისრებს შორის რამდენი გრადუსი შეიძლება იყოს. მოდი x-ს არ გამოვაკლებ, ერთ თელოს კი აკლდება, მაგრამ იმიტომ რომ აქ უკეთესად ჩანს რაობა, რომ ეს არის წუთების ისრის გავლილი გზა, ეს არის საათების ისრის გავლილი გზა, ვაკლებთ მათ ერთმანეთს და იქნება უკვე მდგომარეობა საათებისა და წუთების ისრებს შორის. მოდი შევავოცოთ, აბა, აღნიშნული ფორმულა რამდენად შესაბამება თუ მივიღებთ იგივე პასუხს, ო რა. რაზე ვამოწმებთ? ანუ 15 და 40-ზე. ესე იგი, m რა არის? 15 და 40 იგივე 3 და 40-ია. ანუ m არის 3, n არის 40 და ჩავსვათ ახლა რა გავადის? მოდულში 6-ჯერ 40 მინუს 30-ჯერ 3-ს დამატებული 1 მეორეჯერ
40. ეს არის 90 გრადუსი, ეს არის 20-110 გრადუსი, აქ იყო 240 გრადუსი და 240 გრადუსი გამოკლებული 110 გრადუსი, რომ მივიღეთ 130. კი ბატონო, ასე. ახლა მე გაკითხავთ ერთ დეტალზე კიდე გავამახვილებ ყურადღებას გქონდა. ჩვენ შეიძლება აქ მიიღოთ 180-ზე მეტი. და შესაბამისად ის პასუხი ვერ იქნებოდა. უბრალოდ 360 გამოვაკელით აქ დათვლილი კუთხე. ანუ პასუხად შეიძლება, მოდი ამას თუ დავარქოთ, ალფას იყოს თვითონ ალფა, ან იყოს 360 გრადუს მინუს ალფა. ასეთი რაღაც შეიძლება მივიღოთ უქმები. აი, 40 წუთია ლამის ამ თემაზე ვსაუბრობთ, ახლა 40 ალბათ არ ცოტა ნაკლები, მაგრამ საგვარისი მგონია, რომ საკმაოდ ესეთი მძიმე დატვირთვა გამოგვივიდა, არ შეშინდეთ მეგობრებო, გეომეტრია ძალიან მსუბუქი, საინტერესო, ლამაზი, სირთულეც რო სიამოვნებას განიჭებს, ისეთი მიმართულება მათემატიკის და ახლა მაინც გარეშე არა ვართ კუთხეებზე გახურებული, მთელი რიგი მომენტები კიდევ ასათვისებელი გაქვთ, მაგრამ იყოს ეს ამოცანა აქ თუ დაგჭირდებათ, მიაგნებთ ვიდეოს აღწერილობაში ჩავსვამ, რომ იოლად მიაგნოთ მე. მოდი მე შმაგალიც არ განვიხილავ ახლა აქ და რადგანაც ესეთი ალბათ ყველაზე საინტერესო საკითხი ეს გამოდის ახლა ამ თავში, მე რომ გადავალ, ჩვენ რომ გადავალთ B კატეგორიის ამოცანებზე, იქაც კიდევ ერთხელ გამიხილოთ, ოღონდ დასაბუთებების გარეშე აღნიშნული ერთი გზითაც გავაკეთოთ ვიზუალურად, სეგმენტაციით, დაყოფით რკალების და ფორმულითაც გავაკეთოთ მეგობრებო კონკრეტული ამოცანა. მოდი ახლა გავაგრძელოთ, წავშალოთ ჩვენ გავასუფთავთ და ვაგრძელებთ მომდევნო ამოცანებით. ახლა ეს იმდენად მსუბუქი ამოცანებია უკვე, აბა ახლა იმედია მოსაზღვრე კუთხის ცნება ყველას გახსოვთ, აბა რას ქვია მოსაზღვრე კუთხეები? შეიძლება თქვათ, რომ ორი წრის გადაკვეთის შედეგად მიღებულ კუთხეებს მოსაზღვრე კუთხეები ეწოდება, მაგრამ ასევე შეგიძლიათ თქვათ ესეთ უფრო ფორმალური განმარტება, ორ კუთხეს ეწოდება მოსაზღვრე, მაგალითად ამ ორ კუთხეზე თუ ვიტყოდი, რომ არიან მოსაზღვრეები. აი, ეს კუთხე 1 და კუთხე 2. თუ მათ ერთი გვერდი საერთო აქვს, კი ბატონო, ეს გვერდი საერთო აქვს, მაგრამ დანარჩენი გვერდები უნდა იყვნენ დამატებითი სხივები. აი, ამ დროს ეწოდება კუთხეს მოსაზღვრეები. ანუ ეგ ვერ იქნება მოსაზღვრე კუთხის მაგალითი, მაგრამ აი ეს უკვე იქნებოდა მოსაზღვრე კუთხის მაგალითი, იმიტომ რომ ეს გვერდი საერთო აქვს, ხოლო აი ეს გვერდი და ეს გვერდი დამატებითი სხივებია. რა ახასიათებს მოსაზღვრე კუთხეებს? მათი ჯამი არის 180 გრადუსი და შესაბამისად, როგორ გადაწყვეტით ახლა ორის ორ ამოცანას მოსაზღვრე კუთხეები უნდა გვეპოვა, ხო? 180 გრადუს გამოვაკლებდით უბრალოდ შესაბამისად აქ 30-ს, აქ 55-ს და ასე შემდეგ რა, არ მინდა ახლა ამის გაკეთება. 2-3-იც ძალიან მარტივია, შეიძლება თუ არა რომ მოსაზღვრე კუთხეები იყოს მახვილი. როგორ შეიძლება ორი მახვილი კუთხე ხო ოქროები. მახვილი კუთხე ნიშნავს რომ ვთქვათ ესა ალფა და ბეტა. და ეს 2-3-ის კომენტარი რო არის, გამოვარჩიოთ ასეც აგერ. ალფაც მახვილი კუთხე რა არის 90-ზე ნაკლები კუთხე, ხო? ალფაც 90-ზე ნაკლები იყოს. ბეტაც 90-ზე ნაკლები იყოს. მაშინ ხო გამოვა რომ ტოლობების შეკრება ჩვენ უკვე ვიცით, შეგვიძლია დავკრიბოთ აქ საერთო ნიშანი, რა დროს აქვს შეკრების უფლება, როდესაც თანამიმართულია ხო ტოლობის ნიშნები და გამოვა რომ მოსაზღვრე კუთხეების ჯამი არის 180 და მაგ თეორემას ეწინააღმდეგება, სიგიჟეა, ხო? ანალოგიურად ვერ იქნებოდა მოსაზღვრე კუთხეები ბლაგვი. აქაც არა იქნება და ნუ ერთნაირი რომ იყოს ერთნაირი ხასიათის ტიპის მოსაზღვრე კუთხეები შეიძლება მარტი თუ იქნება ორი. 2-4-იც ძალიან მარტივია,
როგორ გამოკლავდებოდით ახლა 2/4-ს, იპოვეთ მოსაზღვრე კუთხეები, თუ ერთი მათგანი სამჯერ მეტია მეორეზე. აუცილებლად შემოიღეთ აღნიშვნა, პატარა აღნიშნეთ ხოლმე, იმიტომ რომ წილადებს აირიდებთ თავიდან. მაშინ ხო, დიდი კუთხე იქნებოდა სამჯერ მეტი, ანუ 3x-ი, მათი ჯამი არის 180 გრადუსი და შესაბამისად 4x უდრის 180 და x იქნებოდა 45. იყო ძალიან კარგად დაუკვირდით, რას გეკითხებიან რა. გეკითხებიან აქ მცირე კუთხეს, დიდ კუთხეს, მაგრამ აქ ითხოვდნენ ორივეს. ხო, იპოვეთ მოსაზღვრე კუთხეები. ანალოგიურად გამოდის ახლა რას უდრის კუთხე თუ იგი მოსაზღვრე კუთხეზე 20 გრადუსით მეტია, აი აქ აი ერთ სენს ვაწყდებით რა მოსწავლეებში რაღაცა ესეთი ქრონიკული პრობლემა ხოლმე არ უკვირდებიან და რომელი თუ ერთ-ერთს x-ით აღნიშნავენ, მეორე x-20 უნდა იყოს თუ x+20, აი არ უკვირდებიან რა და გთხოვთ ამ ამოცანის მსგავსი ამოცანების ამოხსნის დროს ან შეიძლება ესეთი კითხვა იყოს რამე უფრო კომპლექსური ამოცანის შემადგენელი ნაწილი, ამის გამო ხო ფულას უნდა დაკარგავთ რა. თუ მცირეს აღნიშნავ x-ით, არა აქვს მნიშვნელობა პირობაში 20-ით მეტობაა ნახსენები, 20-ით ნაკლებობაა, შენ თუ, ით მეტობა ნაკლებობაა და x-ით აღნიშნე მცირე, დიდი იქნება რა თქმა უნდა x+20. არა აქვს მნიშვნელობა, გეუბნებიან რომ ერთი მეორეზე 20-ით მეტია თუ ერთი მეორეზე 20-ით ნაკლები, შენ აღნიშნე მცირე. ერთი მეორეზე 20-ით მეტია, მაშინ მეორე ყოფილა მცირე. ერთი მეორეზე 20-ით ნაკლებია, მაშინ პირველი ყოფილა მცირე. და მეორე იქნებოდა ყოველ ვარიანტში x+20, ხო? ამ შემთხვევაში რას უდრის კუთხე თუ იგი თავისი მოსაზღვრე კუთხეზე 20-ით მეტი. აქ ფაქტობრივად შენ დიდ კუთხეს გთხოვენ. ამიტომ თუ მცირე კუთხეს აღნიშნავდი, დიდი იქნებოდა x+20, ოღონდ არ დაგავიწყეთ, კითხვას გისვამენ დიდ კუთხეზე, რას უდრის კუთხეო. და თუ იმას აღნიშნავ, რასაც გეკითხებია, ანუ აღნიშნავთ x-ით ამას, შესაბამისად მცირე კუთხე უკვე იქნებოდა 20-ით ნაკლები. და ანუ შესაბამისად აღნიშნავთ. 2/6-იც ანალოგიურია. 2/7-იც ძალიან მარტივია. იპოვეთ კუთხე, რომელიც თავისი მოსაზღვრე კუთხის 2/7 ტოლია. ანუ თუ აი, უნდა ვიპოვოთ კუთხე, რომელიც თავისი კუთხის 2/7 მოსაზღვრე კუთხის 2/7 ტოლია. მოდი დავარქვათ, თქვათ, აი, პოულობ ახლა x და ეს უნდა იყოს მოსაზღვრე კუთხის 2/7. აუ რა დავწერო აქ? თუ იბნევით, შემოიტანეთ მაშინ ახალი აღნიშვნა. შემოიტანეთ ახალი ცვლადი. თუ ცოტა დაიბენეთ, იმიტომ რომ რა განსხვავებაა ხოლმე რამდენი ცვლადის შემოტანასა და შედარებით ნაკლები რაოდენობის ცვლადების შემოტანას შორის, აი თქვათ, შეგიძლია 2 ცვლადით შემოიტანო, შეგიძლია 1 ცვლადით. თვალისთვის უფრო მარტივია აღსაქმელად რაც უფრო მეტი სახელი შემოგაქვს, თავ-თავიანთ სახელს არ ყვევ, მეტად შეგიძლია ცნებები ერთმანეთისგან განასხვავო. თვითონ ახლა ბევრი ცვლადი რომ მოიყრის თავს, შეგეშინდება, მაგრამ ყოველთვის ჩვენ როცა ოპტიმიზაციას როცა ვაკეთებთ, ანუ რაღაცას ვამარტივებთ, მაგალითად 2 ცვლადის მაგივრად 1 ცვლადს ვიყენებთ, ამის საფასურს ვიხდით ჩვენ. ეს ყველგან ასეა. რეალურ ცხოვრებაში, მათემატიკაში, პროგრამირებაში, აი, ყველგან ასეა, რაღაცის ხარჯზე ხდება ეგ მომენტი და ხშირად აი, თქვენ რომ ერთი ცვლადას ოპტიმალურად გააკეთოთ, წაკითხვადობის ხარჯზე ხდება ხოლმე ეს და ცოტა უფრო რთული წასაკითხია ეგ მომენტი. აი, ან ამ შემთხვევაში ახლა რთული აღსანიშნი იყო, შენ თუ x-ით დაიწყებდი აი პირველის აღნიშვნას, რასაც გეკითხებოდნენ, იპოვე კუთხე, რომელიც მოსაზღვრე კუთხის 2/7-ია, ხო? ვერ დაალაგებთ, x უნდა იყოს და ეს ამის, აი რაღაცის 2/7-ია. კი ბატონო, შეიძლება ახლა ვისაც მეტი გამოცდილება აქვს გავს სიტუაციებში მუშაობის და ალაგებთ და ასე. პირობითად, ესე იგი რაღაცის 2/7-ია ეს x-ი და ანუ ეს რაღაცა გამოვიდოდა აქ 7 მეორედი x-ი. მაგრამ თუ ვერ ლაგდებით, შევტანოთ მეორე ცვლადი, ეგ იყოს y-ი. მაშინ პირობის მიხედვით x-ი y-ის 2/7-ი, ანუ y-ის
2 მეშვიდედი არის x-ი და შესაბამისად ახლა განტოლებათა სისტემას გამოიყენებთ და x + y არის 180 და ადგილით და ჩასვით ამას x-ის მაგივრად 2 მეშვიდედი y არის უთიში 2 მეშვიდედი y-ს დამატებული y ეს არის 180 რა იქნებოდა 9 მეშვიდედი y არის 180 შევკვეცდით 20 და y აქ გამოდიოდა 140 გრადუსი. რა გვინდა ახლა აქ? ხო, არ დაგვაუსვეს. ჩვენ გვეკითხებია x და ამიტომ პასუხებში ამას თუ მიუთითებდით, შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი ვარიანტად, სამწუხაროდ ჩაგეთქლებოდათ შეცდომად და სინამდვილეში პასუხი იქნებოდა 180 გამოკლებული 140 ხო მოსასწრაფო კუთხეები ან 140-ის 2/7-ს დაშვიდით. ნუ 40 უნდა დაგვეწერა. მაგრამ თუ თქვენ უფრო შინსობრივად მოგდგებით ხოლმე საკითხს, ანუ მაინც და მაინც იმას არ აღნიშნავთ x-ით, რასაც გეკითხებიან და აი შენ დაუკვირდი რომ აი ეს პირველი კუთხე, რასაც მეკითხებდნენ, მეორე კუთხის 2 მეშვიდედი იყო. ანუ მეორეს თელის როლში რაც გევლინება. გაიცეთ ნაწილებზე მუშაობის დროს რა არჩევებს გაძლევდით. საერთოდ ცვლადი შემოტანის დროს უკრიანი იყო რაც გევლინებოდა თელის როლში, ის აღენიშნა x-ით. მაშინ ეგ იქნებოდა 2 მეშვიდედი x და დაალაგდებოდა ასე სიტუაცია. ანუ მათი ჯამი პირდაპირ იქნებოდა 180 გრადუსი, ამოხსნიდით, მაგრამ აქ რაც თქვენ მიიღებდით, რომ x იყო 140 და შესაბამისად მას უნდა გემოქმედოთ 2 მეშვიდედი x-ი, უნდა დაგვიწყოთ, რომ უნდა დაგეწერათ პასუხად. კარგი, აბა მოდი ნახოთ რა ხდება 2/8-ში. 2 მოსასწრაფო კუთხიდან ერთი წარმოადგენს მეორის 20%. აი ანალოგიურად რა. მოდი აქ პირდაპირ დავიწყოთ, დავგებოთ ახლა ჩვენ მოვწონდა, ხო შემთხვევაში ჩემი გემოვნება ასეთია, რომ თელის როლში რაც მევლინება ის აღნიშნო x-ი და არა ის რასაც მეკითხებიან და რადგანაც მეორე, ესე იგი 2 მოსაზრებო კუთხე ერთი წარმოადგენს მეორის 20%, ანუ მეორე მევლინება თელის როლში, ეს მეორე კუთხე იქნებოდა x-ი, პირველი არის მისი 20%, ხო? x-ის 20% და ასე იქნება. ახლა ვინც უსმენს ამ ამოცანას შესაძლოა ჩათვალოს, რომ ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავთ ახლა გავს თემა საკითხზე, მაგრამ აი როცა ამდენი წელია არაერთი ათწლეულია ახლა 20 წელზე მეტია მუშაობთ ახლა ამ საკითხებზე მოსწავლეებთან და პრაქტიკას ხატყო, ბევრს კიდე უფრო მეტი გამოცდილებაც აქვს, ალბათ ამეთანხმებიან, რომ ხშირად გეომეტრიული იდეის პრობლემა კი არ არის აქ მისი გააზრების. აი, როცა ჩვენ ალგებრულად არ შეგვიძლია უზრუნველყოთ აი შესაბამისი ინსტრუმენტებით ამ იდეების განხორციელება რა, გადატანა ფურცლზე. აი, ელემენტარული თუნდაც ასეთი ხარვეზების გამო. მერე უშვებთ შეცდომას, რაღაც ალაგდება, გამოდის, რომ გეომეტრია გვიჭირს, არ ვიცით, რთულია, სინამდვილეში კარგად გამჯდარი თავში ალგებრული შაბლონი და ვერ ვარგებთ გეომეტრიულ ამოცანებს. აჰა, ეგ იქნებოდა. იმას დაკრებდით, დათვლიდით, არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ კუთხეს გვეკითხებიან და არა x და შესაბამისად გავიდოდით სხვა ისწრაფით, რას უდრის კუთხე თუ მისი 2 მოსაზრება. ახლა იპოვეთ, მათ შორის უდიდესი იპოვეთ. აჰა. არა, აქ გადავრჩებოდით, იმიტომ რომ სწორედ უდიდესი გვაქვს აღნიშნული x-ით. კარგი. თუ ახლა ამ შემთხვევაში ეგეც ძალიან მარტივია, ვერტიკალურ კუთხეებზეა საუბარი, ვერტიკალური კუთხეები არის ორი წრის გადაკვეთისას, ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, მოპირდაპირე კუთხეები, ხო? მაგრამ უფრო აკადემიურად თუ ვიტყვით, ვერტიკალურია კუთხე თუ მათი გვერდები, აი ერთ კუთხეს სხვა იდგენ, დაიხეთ, აი მეორე კუთხის გვერდები უკვე არის ამ კუთხის გვერდების დამატებითი სხივები, ხო? ანუ ორი კუთხე ვერტიკალურია თუ მათი გვერდები დამატებითი სხივებია ერთმანეთის. და რა ახასიათებს ვერტიკალურ კუთხეებს? ტოლები არიან, არა? და
რას იზამთრით აქ x-ის გამოსახულად? რადგანაც ვერტიკალური კუთხეები იყო, გავტოლებით ერთმანეთს და ამოვხსნით. ესე ერთმანეთის ტოლი თუ იქნება 5x-ი გამოდის 20 და x-ი გამოდიოდა 4 გრადუსი. იმედია არ მეშლება ახლა აქ გამოთვლაში. მეათე ამოცანა, რას უდრის კუთხე თუ მისი ორი მოსაზღვრე კუთხის ჯამი 280 გრადუსი. რა გამოდის ახლა? ორი მოსაზღვრე კუთხის მომენტი სად მიიღება? მოდი აქ მიიღება და ვთქვათ, ბარემ ანდა კუთხეს რომ აიღებდით რაღაცა კუთხეს, ხო? მისი ერთი მოსაზღვრე კუთხე როგორ უნდა მიიღო? გააგრძელებ ერთ გვერდს. მეორე მოსაზღვრე კუთხე, ნუ ამ კუთხეზეა საუბარი რა, ამ გაშლილობაზე. გააგრძელებდი მეორე გვერდს. ერთი მოსაზღვრე კუთხე ეს იქნებოდა და მეორე მოსაზღვრე კუთხე იქნებოდა ეს. რა თქმა უნდა, ესენი ვერტიკალური კუთხეებია. მათი ჯამი თუ 180 გრადუსის ტოლია, ბოდიში 280 გრადუსის ტოლია, ესენი ხო ტოლი კუთხეებია, როცა შემოვიდავთ ახლა ალფა და ალფა რომ არ დააწეროთ, ტოლია და გამოდის რომ თითოეული მათგანი იქნება 180 გრადუსის ტოლი. ჩვენ ვთხოვდნენ კუთხე უნდა გვეპოვა, ეს უნდა გვეპოვა, რომლის მოსაზღვრე კუთხეების ჯამი 280, ანუ პასუხი იქნებოდა 40. 140 გრადუსიან კუთხე რას ექნება მოსაზღვრეთ? მე-11 ამოცანა. ორი წრფის გადაკვეთისას მიღებული ორი კუთხის ჯამი 60 გრადუსია. ავიღეთ ორი წრფე. არ გვეუბნება რომელ ორ კუთხეს კრებს. ნუ აქ ვიცით ჩვენ რომ წილად რომ ავიღებთ კუთხეებს, ისინი ერთმანეთის მიმართ ან მოსაზღვრეები იქნებიან, აი თქვათ ეს და ეს, ან ვერტიკალურები იქნებიან, ხო? სხვა ნაირად ორი კუთხის შერჩევა ახლა შეუძლებელი. და რომ ყოფილიყვნენ მოსაზღვრეები, მათი ჯამი ხო იქნებოდა 180 გრადუსი, აი ეს ორი კუთხე რომ აშკარად ეს ორი კუთხე არ აუღიათ, იმიტომ რომ 60 არის მათი ჯამი. ანუ რომელი ორი კუთხე აუღიათ? ვერტიკალური კუთხეები. ესე იგი 60-60 თუ არის ალფას პლუს ალფა, 2 ალფა იქნება 60 და ალფა გამოდის 30. იპოვეთ ეს კუთხეები, ანუ 30, 50, 30, 150. ოთხივე კუთხე კი არ უნდა გვეპოვა იმ ორი კუთხე, ის ორი კუთხე, რომელიც ჯამი იყო 60, ანუ პასუხი იქნებოდა 30, 30. მე-12 რას გთხოვს? 2-12. ორი წრფის გადაკვეთისას მიღებული ერთი კუთხე 50 გრადუსით ნაკლებია მეორეს. აქაც იგივე სიტუაცია, რომელ ორ კუთხეზე იქნება საუბარი. ახლა უკვე მოსაზღვრე კუთხეებზე იქნება საუბარი, რადგან ვერტიკალურ კუთხეებზე რომ იყოს საუბარი, ორი წრფის გადაკვეთის დროს ორ კუთხეს რო შეარჩევ, ისინი ხო თანაბარი იქნებოდა და რადგანაც თანაბარი არა, გადაკვეთისას მიღებული ერთი კუთხე 50 ნაკლებია მეორეზე, თქვათ, მეორე კუთხე იყოს x, ის პირველი 50 ნაკლებია იქნებოდა x - 50, ადგებოდი და აკრებდი მათ და რა თქმა უნდა ესენი ახლა მოსაზღვრე კუთხეები გამოდიან ერთმანეთის მიმართ და მათი ჯამი 180 გრადუსია, 2x იქნებოდა 230, x იქნებოდა 115 გრადუსი და შესაბამისად ეს კუთხეები რა იქნებოდა 115 და 65.